ჩვენი სტუდიის სტუმარია არმაზ ახვლედიანი, მივესალმები მას. ის იყო ერთ-ერთი პირველი ძველი გვარდიის წარმომადგენელი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებაში სათავეებთან და მას კარგად ახსოვს ის პერიოდი, როდესაც ივანიშვილი იყო ჯერ პრემიერი, მერე ირაკლი ღარიბაშვილი და ეს როლების გაცვლა რომ მოხდა. და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან, გისოსებს მიღმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და პირველად წერილში ის ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა და მეორე და მესამე წერილის შინაარსი და ადრესატი ფაქტობრივად შეიცვალა. ის ხელსადებს მამუკა მდინარაძეს, მაგრამ დღევანდელი წერილიდან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ყველაფერს ის მაინც ბიძინა ივანიშვილისთვის წერს, რომ თითქოს აი მეფემ არ იცის, მისთვის ეს ცნობილი არ არის და მივიდეს ხმა იქამდე, ის ჩაერიოს და გადაარჩინოს თავისი შვილობილი. თქვენ რა დაინახეთ ამ წერილში? გმადლობთ. ჩემთვის გულწრფელად გეტყვით ღარიბაშვილის ამ შინაარსის წერილები საერთოდ არ არის საინტერესო. არ არის იმიტომ, რომ ის მოთქვამს საკუთარ თავზე, მე ვუსურვებ მას, რომ იყოს კარგად, როგორც პატიმარი და მისი უფლებები იყოს დაცული, მაგრამ ის არაფერს ამბობს უმაღლესი თანამდებობის პირი, მრავალგზის, ორგზის პრემიერი, არაფერს ამბობს იმაზე, რა დაემართა საქართველოს მათ შორის მისი თანამონაწილეობით. ამაზე არც ერთი სიტყვა. მოთქვამს მხოლოდ საკუთარ გასაჭირს. აქედან გამომდინარე გულწრფელად გეტყვით, ვიმეორებ, ეს წერილი ამდენად ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ არის. ის აჩვენებს ზუსტად რა დღეშია მმართველობა ივანიშვილის, რა შავ დღეშია, რამდენად კლანურია, კორუფციულია, დაცლილია სრულად სამართლებრივი და დემოკრატიული შიგთავსისგან და ამასთან ერთად რამდენად ანტიეროვნულია. ახლა ალბათ ამის მომსმენმა და ამის მნახველმა და მრავლის მნახველმა სინამდვილეში ქართულმა საზოგადოებამ გარკვეული დასკვნა უნდა გააკეთოს კიდევ ერთხელ, არა პირველად ცხადია და როგორც ჩანს არც უკანასკნელად, მაგრამ დასკვნა უნდა გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რა ჭირი შეგვეყარა ჩვენ ივანიშვილის გამოისობით. მათ შორის ღარიბაშვილის გამოისობითაც, ყობახიძის და სხვების. ივანიშვილი არ არის ერთადერთი მოქმედი პირი. თქვენ თქვით, რომ მე იქ ვიყავი სადავეებთან, დიახ, ასეა 2013-ში მე ვიყავი ამ პარტიის ხელმძღვანელი და ვიყავი პირველი, ვინც იქედან წამოვედი ძალიან მალე და ირაკლი ღარიბაშვილი როცა გახდა პრემიერ-მინისტრი, უკვე 2013-ის მიწურულს გასაგები იყო რა გეზი აირჩია საბოლოოდ ივანიშვილმა. სწორედ ამის შემდეგ ეს დაუპირისპირდიო თქვენ მაშინ ასე ამბობდით, როდესაც მოდიოდით პარტიიდან. ოღონდ ამას ვამბობდი არა მაშინ როცა წამოვედი, ამას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, არამედ მაშინ როცა იქ ვიყავი. ვაკრიტიკებდი მაშინ როცა იქ ვიყავი და ღარიბაშვილს არ ვიცი ახლა ვიყურებს თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ კარგად უნდა ახსოვდეს 11 წლის წინ ღიად მე მას რა უთხარი პოლიცსაბჭოს ხდომაზე ნეტა შეესმინა, ახლა ალბათ ამ დღეში არ იქნებოდა და ვინც ის არც საქართველოს იქნებოდა ამ დღეში. კიდევ ერთი ორი ადამიანი რომ გამოფხიზლებულიყო დროულად. რა დღეშია, ეხლა თქვენ რას ფიქრობთ, რატომ დაემართა ის, რაც დაემართა? შემომივარდნენ სახლში, ამბობს ის აწიოკეს ოჯახი, აშანტაჟებენ მამაჩემს. რამდენ წარმოგიდგენიათ, რომ ივანიშვილის ვიზის გარეშე ეს გაებედა ყობახიძეს და მდინარაძეს იმის მიუხედავად, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კლანი მართლაც გაძლიერდა ივანიშვილის კარზე. გავიმეორებ, ნებისმიერი მოქალაქის მით უფრო პატიმრის უფლებები უნდა იყოს სრულად დაცული და რომ არაა დაცული და რომ ყველა სიკეთესთან თუ უბედურებასთან ერთად ქვეყანაში გვყავს ამდენი სინდისის პატიმარი, ისე პატიმრებზე რომ ვსაუბრობ პირველ რიგში, ალბათ ეს უნდა გაგვახსენდეს ყველა. რა თქმა უნდა. ვისი ბრალია მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის, იმიტომ რომ ამ კლანური, არანორმალური, ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებაში მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი, უნდა ვთქვათ. ახლა რაც შეეხება იმას რა ხდება. ვფიქრობ, ხდება მხოლოდ ის, რაც შეიძლება ხდებოდეს ღრმად კლანურ, ღრმად მაფიოზურ დაჯგუფებაში
რომლისთვისაც არაფერს არ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. თქვენ აქ ჩამოთვალეთ რამდენიმე პრობლემა დაკავშირებული დღეს რუსეთთან, უпростоრად იქედან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეთ, ირანზე და ეს პრობლემები, რაზეც ახლა მე თქვენ მომიწვიეთ სასაუბროთ და ყველა დანარჩენი სხვა ერთმანეთთან შორს კი არ არის, ურთიერთდაკავშირებულია პირდაპირ, იმიტომ რომ ეს კლანურობა და დემოკრატიის გაუქმება საქართველოში და დასავლეთისთვის ასე მწარედ ზურგის შექცევა არის პირდაპირ კავშირში იმასთან, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დღეს არის უკიდურესად დაზიანებული, რომ ჩვენი უსაფრთხოება არის როგორც არასდროს ისე დაუცველი და ვარ ბედის ამარა, შეიძლება ასეც ითქვას, შესაბამისად ეს არის კავშირში ივანიშვილ, კობახიძე, ღარიბაშვილ, მთელი ამ კლანის დანაშაულებრივ საქმიანობასთან და ვფიქრობ თუ რამ თავარი დასკვნა უნდა გააკეთოს ერთმა ქართველმა ამომრჩეველმა. მიუხედავად იმისა, გუშინ ვის უჭერდა მხარს ის, ან დღეს რა განწყობაზეა, თუ მისთვის მიუკერძოებლობა რამეს ნიშნავს, ამ ერთი ამორჩევლისთვის, თუ მისთვის საქართველოს სახელმწიფო ინტერესები რამეს ნიშნავს, მაშინ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მისი დასკვნა უნდა იყოს ერთადერთი. ანუ ჩვენი საზოგადოების დასკვნა უნდა იყოს ერთადერთი, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება სასწრაფოდ ღრმა პოლიტიკური გადატვირთვა, რაც შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებით. ბატონო არმაზ, მე მაინც მინდა დაუბრუნდე ამ თავად კონფლიქტის ანატომიას, აი რა მოხდა, იმიტომ რომ მამის და შვილობილის დაპირისპირებას უყურებთ ჩვენ მაინც ასე მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაცილებით უფრო მეტი სიტყვა გამოიყენა. მადლობა ბატონო ბიძინას კი არა, იყო ძალიან რთული თანწყობილი წინადადება, რომელიც გამოხატავდა რამდენ მადლიერია ის ბიძინა ივანიშვილის და პირდაპირ და ღია თქვა, რომ მამუკა მდინარაძემ გამოუშვა ერთი კონკრეტული ადამიანი, სადაც მას კიდევ დამატებით წაუყენეს ბრალი და მოთხოვეს ციხეში წასვლა. რატომ აღმოჩნდა ღარიბაშვილი მიუღებელი ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ კორუფცია ამ კაცისთვის პრობლემა არ არის და ამის გამო მაინც და მაინც ის არ გაუბრაზდებოდა ღარიბაშვილს. იმაზე მეტი წაიღო მან, თქვათ, რა შეიძლება იყოს კონფლიქტის სათავე? აი ამის ამოხსნას ვცდილობ. კონფლიქტის სათავეზე ვიდრე გეტყვით, მოდით ვთქვათ, მაინც წყარო რა არის ამ დიდი აურზაურის, ამ ტრაგიკული გაუგებრობის ვიტყოდი ასე. ალბათ ის რომ ღარიბაშვილისთვის, ისე როგორც კობახიძისთვის, მდინარაძისთვის და ამ დაჯგუფების ალბათ აბსოლუტური უმრავლესობისთვის თუ არა ყველასთვის ერთგულება არ ნიშნავს იმას, რასაც უნდა ნიშნავდეს ნორმალურ ვითარებაში მოქალაქისთვის და ადამიანებისთვის, მეტად პოლიტიკოსისთვის პასუხისმგებელი არის. გედი ამბობდა, რომ პათოლოგიურ ერთგულებას ითხოვს ბიძინა ივანიშვილი, აი 2 დღის წინ ამ სტუდიაში იჯდა და აი ამ შეფასებას იყენებს. 2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც მე საბოლოოდ დავტოვე ოცნება, მანამდეც თვეების განმავლობაში მე კონტაქტი მქონდა მათთან გაწყვეტილი, მაგრამ ფორმალურადაც დავტოვე. მე მქონდა ბოლო სატელეფონო საუბარი და საერთოდ ბოლო საუბარი ივანიშვილთან და მან მითხრა, რომ 2-3 თვე დავლოდებოდი და ჩვენ ერთად დავბრუნდებოდით ხელისუფლების სათავეებში. ეს ხდება 2015 წლის მარტის თვეში. მე უნდა გითხრათ, რომ მაშინ მე მას ვაწყენინე, იმიტომ რომ ვუთხარი, რომ ჩემთვის ამ ტიპის ერთგულებას მნიშვნელობა არ აქვს. მე ვიქნები ერთგული იმის, რისთვისაც მოვედი ამ ჯგუფში. ეს არის იდეალები და თუ ჩვენ ამას დავაპირებთ, მაშინ შეიძლება ვიფიქრო. თუ არა, განხილვის საგანი ეს ვერ იქნება. ამ ბატონებისთვის ვინც ჩამოთვალე, ერთგულების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი დღეს. აი აქ არის ყველა პრობლემის სათავე. ამათვის ერთგულება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, დემოკრატიის, ნორმალურობის, სამართლიანობის უბრალოდ გაუგებარი რამ არის და შესაბამისად ის მოთქვამს დღეს ღარიბაშვილი ამ თემაზე, მე თქვენ გეტყვით პირდაპირ, რომ ხვალ შეიძლება მოთქვამდეს კობახიძე, იმიტომ რომ შეიძლება ის აღმოჩნდეს ამ დღეში და თავად ივანიშვილიც თეორიულად ვამბობ, ნებისმიერი შეიძლება გახდეს აი ამ ანომალიური სისტემის მსხვერპლი, გააჩნია როგორ განვითარდება პროცესი. მდინარაძეც და ნებისმიერი სხვაც რა არ გამხდარა აქამდე ისეთი ვინმე რომ ვერ წარმოვიდგენდით, აბა ვინ წარმოვიდგენდა წლების წინ რომ ღარიბაშვილი იქნებოდა ციხეში ასეთი ბრალდებით, ან ლილუაშვილი
ან სხვები და კიდევ ვის ელის რატომ? იმიტომ რომ ეს არის არსით უსამართლო სისტემა, სადაც ყურმოჭრილ ერთგულებასთან ერთად შენ უნდა გრძნობდე რაღაც, არ ვიცი, რომელიღაც მეშვიდე გრძნობით, რა ესე ამოვნება ბატონს, რა დაუწერელი და დაწერილი წესებია, ღარიბაშვილი წერილში თითქოს და დემონსტრირებას აკეთებს იმისა, რომ ის არის უკიდეგანოთ ერთგული, რომ ის უპირობოთ ერთგულია, ვაი ამ ერთგულებას. იმიტომ რომ მათ ამ ბატონებს, როგორც ივანიშვილს, არ ესმით, რას ნიშნავს ვიმეორებ საქართველოს ერთგულება. ეს მათთვის უცხოა. გასაგებია, მაგრამ ღარიბაშვილს რა შეიძლება და დაეკლო აი ამ ერთგულების რაღაცა ძალიან მაღალ რეგისტრზე და ხარისხზე, აი პათოლოგიური ერთგულება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აი რით დაწინაურდა კობახიძე მაგალითად? რა ქონდა უპირატესი მას ღარიბაშვილთან შედარებით, რომ კობახიძე მდინარაძის კლანი დღეს უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. მინიმუმ ხელისუფლებაში არიან და როგორც ჩანს, პროცესებზე გავლენას ახდენენ. 2015 წლის იმ დღიდან, როცა კობახიძე შემოვიდა ქართულ ოცნებაში, მე იმ დღის მომსწრე ვარ, მონაწილე იმ ვიტყოდი შეკრების პოლიტსაბჭოს, სადაც ეს ამბავი გაფორმდა, აი იმ დღიდან ფაქტობრივად მოყოლებული იყო სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირება კობახიძეს და ღარიბაშვილს შორის. და ეს დაპირისპირება, როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე დასრულდა იმით, რომ ღარიბაშვილი ციხეშია, კობახიძე პრემიერია, მაგრამ ეს დღეს არის მხოლოდ ასე, რას ინებებს და რას მოიფიქრებს ბატონი ხვალ და ზე კაცმა არ იცის, ის ხომ ასეთი თამაშების ოსტატია, კობახიძემ იცის, მაგრამ კობახიძე, მიუხედავად იმისა, რომ დაწინაურდა უფრო მეტი ერთგულების გამო, უფრო მეტი ყურმოჭრილი ერთგულების და ცივსისხლიანობის გამო, რაც ივანიშვილს საქართველოს ამ უღმართი განვითარების ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო მეტად ესაჭიროებოდა და ესაჭიროება, ხდება ეს კობახიძე, რომ ახლა სულაც აღარ არის დაზღვეული და გარანტირებული მისი არათუ ყოფნა ხვალ, მაგალითად, პრემიერად, თუნდაც ხვალ პირობითად. კაცმა არ იცის. არამედ საერთოდ მისი ყოფნა თავისუფლებაზე სულაც არ არის გარანტირებული. არავინ იცის მას რა ბედი ელის. შესაბამისად, ეს ბატონები, გამწარებულები იბრძვიან საკუთარი თავის, რომ ვთქვა, ტყავის უკაცრავად გადასარჩენად ერთი მხრივ. ამისთვისვე იბრძვის ივანიშვილიც, იმიტომ რომ ის ხვდება, რომ მას ნებისმიერი გაწირავს. ეს არ არის პოლიტიკური თამაში წესების მიხედვით და ეს წესები მით უფრო არამც და არამც არ არის ოდნავ მაინც სამართლიანი. არამედ როგორც თქვით, დამყარებულია სრულად კლანურობაზე, მაფიოზურ წესებზე, შესაბამისად არაფერი გაგვიკვირდეს და აი ამ იწილო-ბიწილოს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ და სინამდვილეში საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელ დანაშაულებრივ ექსპერიმენტს თუ ჩვენ ქართველებმა არ დაუსვით წერტილი, უნდა ვიცოდეთ, რომ 10,000-ობით მოქალაქე რუსეთიდან კვლავ შემოვა და ეს იქნება ეგზისტენციური საფრთხე საქართველოსთვის. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვყვებით სანქციებში ირანთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საკმაოდ უცნაურ გარიგებებშია ირანთან და ეს არ არის მხოლოდ მანქანებით ვაჭრობა, იქაც დიდი ბუნდოვანება. მესამე, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ყველაზე არსებითი ისაა, რომ საქართველოს საზოგადოების დიდ უმრავლესობას რახანი აქვს კაცრად მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მმართველობები მოვლენ და წავლენ, ესენი კი მოვიდნენ 2012-ში და წასვლას თავისინებით არ აპირებენ. შესაბამისად, ვინც თავისინებით წასვლას არ აპირებს, თან არის კორუფციის ჭაობში ჩაფლული, იმიტომ რომ კორუფციის პირდაპირი ცოცხალი მაგალითია თბილისი მაგალითად, ბათუმი, სხვა არაერთი სივრცე საქართველოში, რომელიც თან ნადგურდება და თან ერთი ბატონისან მისი კლანის გამდიდრების წყაროა. მეორე მხრივ, გაყიდული სახელმწიფოებრივი ინტერესები და მესამე, მკაცრად ჯიუტად დგომა იმ პოზიციაზე, რომ არამც და არამც არ წავალთ. ამ დროს რა უნდა გააკეთოს საქართველოს საზოგადოებამ,
რომელიც როგორც უკვე ვთქვით, არის გაუგონარი საფრთხის წინაშე. ეს მხოლოდ ის კი არაა, რომ არჩევნების უფლება, არჩევანის უფლება წაგვართვეს და დავკარგეთ. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ჩვენ წაგვართვეს და ფაქტობრივად ვკარგავთ დღისით მზისით საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იმიტომ რომ გეორგიევსკის ტრაქტატს კი ნუ მივტირით და ერეკლეს კი ნუ ვაკრიტიკებთ. ის კეთილსინდისიერი მეფე იყო და კეთილსინდისიერი მოქალაქე იყო. ახლა უკეთურების ხელში შეიძლება ისეთი ტრაქტატი ფორმდებოდეს რუსეთთან, რომლის მსგავსიც არც ერთ გამრუდებულ თავში არავის არ მოუვიდოდა აქამდე. ხომ შეიძლება ამისთვის ჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილი და მე მოიცილოს ამ ყველაფერთან ერთად გააკეთებინოს ყველაზე ბინძური საქმე და ყველაზე ანტიქართული საქმე, იმიტომ რომ რუსეთი საქართველოში აი მოყვარეთ ვერ გადაკეთდება, რაც არ უნდა პროპაგანდისტული მანქანა ჩართოს ახლა ივანიშვილმა და რა სიმძლავრეებიც არ უნდა მისცეს. გარწმუნებთ ივანიშვილს რომ დასჭირდეს ამ საქმის გამკეთებელი, არ გაუჭირდება მოძებნა საკმაოდ ბევრია მსურველი, ვინც იტყვის ხელსაწევს მე სიამოვნებით ამ ბინძურ დავალებას შევასრულებოდა. ბოლოს და ბოლოს უნდა ვიცოდეთ, რომ ესენი ამ დავალებას რეალურად ასრულებენ კიდეც, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ხომ ყველა ხვდებით და ვხედავთ, რომ საქართველოს სრულად არის რუსული გავლენის რუსული ინტერესების ქვეშ. სრულად არის მოცული ამ გავლენაში, ამ პროპაგანდაში და აქამდე ერთ დღეში ჩვენ არ მივსულვართ. აქამდე მივედით ერთი მხრივ იმიტომ და იმით, რომ უარი ვთქვით დასავლეთზე და დემოკრატიაზე, ჩავწიხლეთ ეს არჩევანი ბოლომდე და მეორე მხრივ იმიტომ, რომ რუსული მმართველობა არსით, რაც ნიშნავს კლანურობას, კორუფციას, არჩევნების გაუქმებას და გარწმუნებთ, რომ მას არაერთი ათეული ყავს პირდაპირ ვიტყვი ესე გამოზრდილი პოლიტიკოსებისა, რომლებიც სიამოვნებით შეასრულებდნენ ამ დავალებას. ამ სახელების ეხა ჩამოთვლა ცხადია არ ვაპირებ, იმიტომ რომ ის ბებერი ნიანგები თქვენ რომ ახსენეთ, მაშინ რომ თქვი, დღესაც კვლავ ნიანგობენ. კი, ნახეთ ჩვენ ბებერი ნიანგების განცხადებებიც, მათ შორის რომელთაც ღარიბაშვილმა მოუწოდა და უთხრა რომ დადგება დღე და თქვენ ინანებთ ამას რომ ამბობთ, იმიტომ რომ მე ვარ ერთგული ბიძინა ივანიშვილის და მან დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ქებადიდება კიდევ ერთხელ და მე ახსენა სახელმწიფო. აქოს და ადიდოს. და კარგჩიც დაიჭერს. აი ეგ მაინტერესებს, შედეგი რა იქნება ამ ქებადიდებას? ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ამას შედეგი ვერაფრით ვერ ექნება, სასიკეთო არც მისთვის ფოტოშორის. თავისთვის იმიტომ რომ პირდაპირ წერს რომ მე ჩემი ოჯახისთვის ვიბრძვი. როგორც ჩანს, მას უნდა უსაფრთხოების გარანტიები და თავისუფლება. როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, ოჯახს, ასეთ თემებს, ვიმეორებ, არსებობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ყველა ვალდებულია რომ მაქსიმალურად დაიცვას მისი უფლებები, თუ კი რამ არის საფრთხის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ თავად პრემიერობის დროს, ორგზის პრემიერობის დროს ფეხქვეშ გათელავდა ხოლმე სხვების უფლებებს, მაგრამ მისი უფლებები უნდა იყოს დაცული. პროპაგანდისტები როგორ იქცევიან და არ მოწონს ის პროპაგანდა, რომლის ერთ-ერთი თავარი შემოქმედიც, როგორც პრემიერ-მინისტრი თავის დროზე ის იყო. აღარ მოსწონს, რა თქმა უნდა და ნებისმიერი უნდა ხვდებოდეს, დღეს კობახიძე უნდა ხვდებოდეს, რომ ეს პროპაგანდა დღეს რომ მას ეთერში იწვევს, ხვალ ისე შემოუბრუნდება, რომ დასჭირდეს. გაანადგურებს და გადაუვლის. და ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ამ დღეში, იმიტომ რომ მათ არ ესმით, ან აღარ ესმით, რომ ერთგულება თქვენ ბატონებო და ქალბატონებო გმართებთ საქართველოს სამართლიანი სახელმწიფოებრივი ინტერესებისა, სამართლებრივი სახელმწიფოს ინტერესებისა საქართველოში და არა ივანიშვილის და არა სხვების. ამას სანამ ვერ შეიგნებთ, უნდა გითხრათ, რომ თქვენი ადგილი პოლიტიკაში არ არის, რომ შეიგნებთ, მე კიდევ ბევრი დრო შეიძლება დაგჭირდეთ, რომ გნახოთ მართლა შეიგნეთ თუ არა, იმიტომ რომ ასე ორ დღეში ფერს რომ იცვლის ადამიანი, გულწრფელად გეტყვით, მე იმისი არ მჯერა, იმიტომ რომ წარე არაერთი გაკვეთილი უკვე გვაქვს სახეზე და ქართველმა ხალხმა ვფიქრობ, რომ კარგად იცის, ვის უნდა ენდოს და ვის არ ენდოს, ამათ რომ აღარ ენდობა, ეს ცხადზე ცხადია. უბრალოდ ჩვენ აღარ გვაქვს მექანიზმი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივად ამათ უთხრათ, რომ თქვენი დრო ამოიწურა. ეს მექანიზმი გაუქმებულია და მოსაფიქრებელია გზა,
ფორმა, მეთოდი, პოლიტიკური შესაძლებლობები და რესურსი, რომლითაც შეიძლება ალტერნატივების მოძებნა. დღეს ესაა საფიქრალი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის და არა ის, რას წერს ღარიბაშვილი თავის უბადრუქ წერილებში, რას პასუხობს თქვათ დღევანდელი პრემიერი ან მისი ვიცე-პრემიერი, ან რას იტყვის ხვალ ივანიშვილი. ჩემთვის ეს საერთოდ არ არის, როგორც თავში გითხარით, საინტერესო, იმიტომ რომ ეს უინტერესოა ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ეს არის დემონსტრირება ამათი კოლაფსის, ამათი დანაშაულებრივი ექსპერიმენტის და მეორე მხრივ იმისა, რომ სასწრაფოდ დაუყოვნებლივ ეს უნდა შევცვალოთ. დიახ, და აი ეს დაპირისპირება, ეს კოლაფსი, როგორც თქვენ დაარქვით, ხომ არ უნდა გამოვიყენოთ პირიქით და აი ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ერთგვარი მოწოდება, რომ მოდით ამის ნიველირებას მოვახდენთ და ვიტყვით, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. დაპირისპირება მართლაც დიდია, მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, თქვენ წეღან საუბრობდით იმაზე, თვითონ რა როლი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, აი ამ ტიპის ავტორიტარიზმამდე მისული თითქმის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის უფლებები და ოჯახის უსაფრთხოება დაცული არ არის და გია ხუხაშვილმა დაწერა და გია ხუხაშვილის პოსტი მინდა წავიკითხო და გავაცნო ჩვენს მაყურებელს, როცა საკუთარი ოჯახის დაცვაზე საუბრობ, ზოგჯერ ის ოჯახებიც უნდა გაიხსენო, რომლებიც შენი ხელით უარეს დღეში ჩავარდნენ. მაგალითად, პატარა ბიჭი, რომელიც აცემინე და მე ამაზე მეორე პატარა ბიჭს ეღადავე მაპატიეთ ამ სლენგისთვის, იმის იმედით, რომ ჩაგეთვლებოდა. ბოდიშით უნდა დაიწყო. თუ ითხოვთ თანაგრძნობას, ხალხი სულგრძელია და შესაძლოა გითანაგრძნოს კიდევ. რას იტყვით ამ პოსტზე და ბუნებრივია ყველას გაახსენდა ეს ცნობილი ეპიზოდი ანტუნი ტრიტრი და მე ბერასთან დაკავშირებული ამბავი იყო, ეს ფარული ჩანაწერები გავიდა ჩვენს ეთერში და არაერთი იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, მეორე დაბრუნების შემდეგ, კორუფციული ფაქტები და ასე შემდეგ სამწუხაროდ. პოსტის რა მოგახსენოთ, მაგრამ შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაც თავშიც გითხარით, რომ ამათთვის არ არსებობს ხალხის ინტერესი, სამართლიანი ინტერესი, არის მხოლოდ პირადი ინტერესი და სხვა არაფერი და თუ იქ რამე იკვეთება, მაშინ შეწუხდებიან, მაშინ ჩაერთავენ განგაშის ზარს, სხვა არაფერი არ ხდება, ამაში კარგად დავწმუნდით. მე კი ღარიბაშვილს ისევე როგორც იქ სხვებს, კობახიძეც გვერდით იჯდა, პირველად რომ მოვიდა ოცნებაში, პირველ დღეს, ყველას ხმამაღლა, მკაცრად, ძალიან მკაცრი ტონით ეს მithქვამს და გავიმეორებ, 2015 წლის იანვრის ბოლოს ვუთხარი, რომ ისეთ ჩიხში შევედით, ჩვენ შევედით ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არსებითი ცვლილებები და თქვენ არ ვიცი უთხარი ღარიბაშვილს, მაშინ პრემიერ-მინისტრს და პარტიის თავმჯდომარეს, ჩაგესულებათ თუ არა თქვენს რაიონში, კახეთში, მაგრამ მე აღარ ჩამესულება ბათუმში, იმიტომ რომ მსხვენია ადამიანების მეთქი. ამ სირცხვილის განცდა, როცა აღარ გაქვს, როცა არაფერი გაკავშირებს შენს საზოგადოებასთან და მონურ მორჩილებაში ხარ მხოლოდ იმ ბატონთან, რომელმაც იქ დაგსვა და გაძლევს საშუალებას, რომ იყო კორუფციულ სქემებში, ან არ იყო, თქვათ, კობახიძის მსგავსად კორუფციულ სქემებში ვფიქრობ, მაგრამ კონდეს სრული პასუხისმგებლობა როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური იმაზე, რომ ეს სქემა არის ასე გამართული და ასე ღრნის და ჭამს ქვეყანას, უნდა იცოდე, რომ შენი ბოლო არის მსგავსი და ამ ბოლოს მაყურებელი საქართველოს არ უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ, მე ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს და სოლიდარობას უცხადებ მას, აქვე ვიტყვი ამას, რომ ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ, როდის დაჭამს ეს კლანი ერთმანეთს, არა, იმიტომ რომ დაჭამეს, დააღრნეს და არაფერი დატოვეს ჩემი ბათუმიდან. არ ნახული ეს არ არის მესამე ხარისხოვანი თემა და სწორედ ამიტომ ვამბობ. გაუგონარი კორუფციული ამბები ხდება ბათუმში და კუნძული რომ შენდება ზღვაზე. თუ ის სათამბრჯენები რაც ხდება, გასაგებია სად მოდის ეს 10,000-ობით მოქალაქე რუსეთიდან, სად უნდა შესახლდეს, ვის ხარჯზე და რა უბედურება ჭირს უკვე და დაგვემართება კიდევ ამის გამო, იმიტომ რომ ამათთვის ამას აი ამ ხელისუფლებისთვის, ვაი ხელისუფლებისთვის 10,000 მოქალაქე შემოვა რუსეთის და მათ შორის რამდენი აგენტი იქნება, თუ 100,000 და მერე ამას პუტინი და ის რეჟიმი როგორ გამოიყენებს და რას უზამს საქართველოს, ამას მნიშვნელობა დღეს არ აქვს. მათ აქვთ
ამოცანა გადარჩნენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება, ჭამონ და ვერ გაძღენ და ჩვენ ამას ვუყუროთ. ეს არის აი აქ ამ ნაწილში ფიქრობ რომ ალბათ საუბარსაც ვასრულებთ, მე ვიტყოდი რომ ეს არის პასუხისმგებლიანი ქართველი ერის ამოცანა, რომ დროულად ჩამოყალიბდეს, რა უნდა მოხდეს იმ დღეს, როცა დაინიშნება ამათ მიერ თუ როგორც დაინიშნება, ავად თუ კარგად, მორიგი არჩევნები, რომელსაც არჩევნების გარდა ყველაფერი ქვია, მაგრამ რა ვშვებით ჩვენ? კვლავ ამათ ვუტოვებთ საქართველოს საღრნელად და რუსეთის გავლენების გასაძლიერებლად და დემოკრატიის ნარჩენების საბოლოოდ გასანადგურებლად, თუ გამოფხიზლდებით, კეთილს ვინებებთ და ვიტყვით, რომ ესენი უნდა წავიდნენ წესიერი ნორმალური გზით, არაძალადობით, მაგრამ უნდა წავიდნენ და მოვიდნენ ისინი, ვისაც ასეთი რამ ან მსგავსი არასდროს თავში არ მოუვა. ვინც იქნება ანგარიშვალდებული არა ბატონების ივანიშვილის თუ ნებისმიერი სხვა თავქარიანი ბატონის მიმართ, არამედ პასუხისმგებელი მხოლოდ საზოგადოების ამომრჩევლის და საქართველოს საუკეთესო სამართლებრივი და დემოკრატიული ინტერესების მიმართ. ამას თუ ვერ მოვახერხებთ, მაშინ ვიყოთ კვლავ ღარიბაშვილის ეპისტოლეების კითხვაში. კი ბატონო, მე არ გემშვიდობებით თქვენ არ ვიცი რატო შეგექმნათ ეს დაბეჭდილება, მაინც მინდა ამ თემას კიდევ დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ამ დღეებში ეს ეპისტოლეების გამოქვეყნება რომ დაიწყო, ბევრი ვერსია ითქვა, რომ რა შეიძლება ხდებოდეს და დიქტატორებს ახასიათებთ, რომ თავის კარზე კლანებს ერთმანეთის ბრძოლაში წაახალისებს და ამით ორივე მხარეს ასუსტებს და ამ დღეებში ითქვა ისიც, რომ კობახიძის და მდინარაძის ფრთა იმდანად გაძლიერდა, რომ შეიძლება ივანიშვილს ახლა ეს ციხიდან დაწყებული ბრძოლა შეიძლება აწყობდეს კიდეც და უნდოდეს კობახიძის ჩამოსაცილებლად. რამდენად გამოადგება მას დღეს ციხეში მყოფი ღარიბაშვილი, ვთქვათ, კობახიძის წინააღმდეგ, თუ ერთ დღეს არ გაუჭირდება ძალიან მარტივად დაემშვიდობება კობახიძეს. მას არ გაუჭირდება არავისთან დამშვიდობება, გარწმუნებთ, რომ არ იდარდებს. ისე შეუძლია. რამდენ შეიძლება გაძლიერდა კობახიძე, რომ შეიძლება იყოს გახდეს ეს პრობლემა მისთვის. კობახიძე რომ გაძლიერებულია ფაქტია, იმიტომ რომ დღესაც ის პრემიერ-მინისტრია და გასაგებია, რომ ივანიშვილის კარზე თუ ვინმე არის დღეს პირველი ვეზირი, ეს სწორედ კობახიძეა. მას ჰქონდა მცდელობა, რომ ჩაენაცვლებინა ივანიშვილი, ამ მცდელობის მიზნით გარკვეული მოძრაობა დაიწყო თვეების წინ, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ კობახიძის ეს მცდელობა ჯერჯერობით ამ ეტაპზე არის წარუმატებელი და როგორც ჩანს, ეს ბუმერანგი ახლა მას უბრუნდება და შეიძლება მოუბრუნდეს ძალიან მწარედ, იმიტომ რომ მან როგორც ჩანს, მაინც კობახიძემ ვერ გათვალა, რომ ასეთ ვითარებაში, ასეთ კლანურობაში და ასეთ უსამართლო სისტემაში, რომლის შემოქმედი თავადაც არის, შეუძლებელია რომ იყო თუნდაც ბატონის ერთგული და ამით კონდეს საბოლოო გარანტიები. ღარიბაშვილი არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი. ვინც ამბობს, ყველას ვეთანხმები, რომ უფრო ერთგული, აი ესეთი ბრმად ერთგული ადამიანი, კიდევ თუ ვინმე ყავდა ივანიშვილს, მე არც კი ვიცი. მაგრამ ამან მას ვერ უშველა, იმიტომ რომ კარზე იყო ყოველთვის ბრძოლა და ღარიბაშვილს აჯობა სხვა კლანმა დაწინაურდა კობახიძე, ახლა ამას მე ვამბობ ისე ნახევარი სიტყვით, ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, რა მოხდა რეალურად, რატომ აჯობა კობახიძემ ღარიბაშვილს, რატომ აირჩია ივანიშვილმა სწორედ კობახიძემ, მე ერთი სიტყვით გითხარით, ჩემი აზრით სწორედ იმიტომ, რომ მას სენტიმენტები არ გააჩნია. ეს ივანიშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მოგუდვის ამ ბოლო ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ღარიბაშვილს ეს სენტიმენტები ასე თუ ისე გააჩნდა და მე ისიც მაქვს ნათქვამი არაერთ ეთერში და ახლა გავიმეორებ, რომ აღმოჩნდა, რომ კობახიძეზე მეტი სენტიმენტები თავად ივანიშვილს აქვს და სწორედ ამიტომ იყო გარკვეული საფრთხე იმისა, ვიტყოდი და შეიძლება რაღაც მინიმალური ახლაც არსებობს, რომ კობახიძემ სენტიმენტებიანი ივანიშვილით, რომ კობახიძეს ჩაენაცვლებინა
ეს სენტიმენტებიანი ივანიშვილიც კი რა ნიშნები იყო ამის? პირველი და უმთავრესი იყო ის, არა, მდინარაძე ნამდვილად არ არის ამ შემთხვევაში გარწმუნებთ ისეთი მნიშვნელოვანი და წონიანი ფიგურა, აქ საუბარია იმაზე, რომ თავის დროზე ივანიშვილს ჩამოშორდა, ივანიშვილმა ჩამოიშორა, ჩამოაშორეს ბევრნაირად შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ფაქტია, რომ მასთან ერთად აღარ არის ისეთი ერთგული ადამიანი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური იყო და სულაც ისეთი ერთგული ლილუაშვილი რომ იყო დღეს ციხეშია წარმოუდგენელი ბრალდებით და არაერთი სხვა ღარიბაშვილიც იქ არის, შესაბამისად ჩვენ ხვდებით, რომ ერთ ეტაპზე კობახიძემ შეძლო რომ დროშა ოცნების თუ საკუთარი პირველობის საკმაოდ მყარად ქონოდა ხელში, მაგრამ ივანიშვილია რომ ეს დიდხანს გაგრძელებულიყო, შესაბამისად მან მოახერხა სხვადასხვა მანევრით, რომ კობახიძის გავლენები კვლავ შეესუსტებინა და ახლა კობახიძე იმ მოცემულობის წინაშეა, რომ პირდაპირი გაგებით შეიძლება ხვალდილით გავიგოთ, რომ ის აღარაა პრემიერ-მინისტრი. აი პირდაპირი გაგებით. რაზე იქნება ეს დამოკიდებული? თქვენ თქვით, რომ ბევრი ადამიანი ყავს, ერთ-ერთი წულუკიანი შეიძლება იყოს, მაგალითად, ვისითაც შეიძლება ჩაანაცვლოს ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილმა და კიდე ერთი რამ მინდა დავაზუსტო. როდესაც თქვით, რომ შეიძლება კობახიძე გაძლიერდეს, გაგეღიმათ წულუკიანზე და თანხმობა დაღვიქვა ეს თქვენი ღიმილი? არა, გამეღიმა, იმიტომ რომ თუ წულუკიანი უნდა ყავდეს მაშინ კობახიძე. ჩვენ შავ დღეში ვართ. ანუ რა ეს არის ისეთი ტრაგედია. ეს ისეთი ტრაგედია, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ფაქტია, რომ უნდა შეიცვალოს უარესი. ისეთი ტრაგედია, იმიტომ რომ ამ ფონზე ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები ისე დავაზიანეთ ყველამ ერთად ამათი მეშვეობით, რომ ახლა არჩევანი იქნება, ვთქვათ, კობახიძეს თუ ვინმეს შორის და ის იქნება წულუკიანი, არ ამგონია თუ ვინმე სხვა, ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც ყოველთვის საკმარისად პრაგმატულად ის გათვლის, რა სჭირდება მას ახლა საკუთარი ძალაუფლების და გავლენების მყარად შენარჩუნების ამ ეტაპზე. თუ მას დასჭირდა როგორც 2015 წლის მიწურულს და 16 დასაწყისში ღარიბაშვილის ჩამნაცვლებელი კვირიკაშვილი, ის ასეთ ფიგურას იპოვის გარწმუნებთ. თუ დასჭირდა, არა, გულისხმობ, რომ მსგავსი ტიპაჟი, რომლის სახეთ შესაძლოა რაღაც მომენტში არ ვიცი უკვე ვისთვის, ვინ მოტყუდება, ვინ წამოეგება ამაზე, ეს ცალკე თემაა. 2015-ში ბევრი წამოეგო, მოდით არქივი ამოვიღოთ. მე შემიძლია ჩემი განცხადება სადღაც მოვძებნო ახლა და მარტივად გაჩვენოთ, რას ვამბობ 2015-ში, როცა მოდის კვირიკაშვილი და მიდის ღარიბაშვილი. რა ტიპის αφიორა, რა ტიპის გარიგება იყო ეს იმ თავითვე. მას თუ დასჭირდა ასეთ რამეს გააკეთებს. ან შეიძლება ჩათვალოს, რომ კობახიძეზე უფრო ცივსისხლიანი სჭირდება ვინმე. ესეც შეუძლია. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ჩვენ თუ ამის შესაძლებლობას მას კვლავ მივცემთ და ჩვენ თუ დაველოდებით და ვიქნებით იმ როლში, რომ ყავდეს ერთი მხრივ საკმარისად სუსტი ოპოზიცია, მეორე მხრივ დაბეჭავებული საზოგადოება, ეს მოახერხა ივანიშვილმა, უნდა ვთქვათ, და მესამე მხრივ პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება საფრთხე იყოს იმაზე შეუდარებლად უფრო დიდი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საბოლოოდ დასამარებისა, დიდი ხნით დასამარებისა, ვიდრე ახლა ვინმეს წარმოუდგენია. სწორედ ამიტომ მე თქვენ მითხარით, რომ არ მემშვიდობებოდით, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ნამდვილად უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ერთი რამ მინდა დავაზუსტოთ. აი, შესაძლებელია, რომ კობახიძეს ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი არხი რუსეთთან საურთიერთობო? ივანიშვილისგან დამოუკიდებელი. ვინც მეტად თუ ნაკლებად იცნობს რუსულ მმართველობას, ან იკვლევს ამ მმართველობას, შეიძლება დამეთანხმოს, რომ რუსულ სტილს მმართველობისას ჩვევია, რომ ყავდეს არაერთი პარტნიორი ვასალ ქვეყანაში. შესაბამისად, ასე იყო ყოველთვის სხვათა შორის, აბაშიძის დროს, სხვა დროს, ყოველთვის ჭირდებოდა მას სათადარიგო მოთამაშე. შესაბამისად, მე სულ არ გამოვრიცხავ, მithქვამს კიდეც ეს, რომ შესაძლოა კობახიძეს ჰქონდეს მისი არხი ურთიერთობისა, რამდენად მყარი, რამდენად სანდო, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ მოსკოვთან,
მოსკოვს შესაძლოა აწყობდეს კიდეც ასეთი ფიგურა, რომელიც ასე აქებს და ადიდებს ხოტბას ასხამს გეორგიევსკის ტრაქტატს. გაუგონარი ამბავია, ბოლო წლების საბჭოთა ქართული საბჭოთა ხელისუფლებაც კი ვერ ბედავდა ამას, წარმოიდგინეთ, რასაც ესენი ბედავენ. მაგრამ კარგი ვიმეორებ ტრაქტატი გეორგიევსკის ამდენი საუკუნის წინანდელი შეიძლება ასე თუ ისე შეაფასო, მაგრამ დღეს აფორმებდე ასეთ მზაკრულ ტრაქტატს, ასეთ რუსეთთან და ამას აკეთებდე შენი ერის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე სრულად და დასავლეთის ჩაწიხვლის ხარჯზე, ეს არის პირდაპირ ვიტყვი დანაშაული. ამ დანაშაულს, ამ პასუხისმგებლობას ვერც ღარიბაშვილი იქ ციხეში, ვერც კობახიძე დღეს პრემიერის როლში და ხვალ კაცმა არ იცის რა როლში და ვერც თავად ივანიშვილი როგორც ამ ბინძური ექსპერიმენტის შემოქმედი ვერ ასწდება. ჩვენ არ უნდა ავაცდინოთ ამ პასუხისმგებლობას არც ერთი. მე გვპირდებით, როგორც ბათუმელი, რომ ბათუმის განადგურებას მის აი მოსპობას და მიწასთან გასწორებას არც ივანიშვილს, არც კობახიძეს, არც ღარიბაშვილს, არც ერთ მათგანს არ ვაპატიებ. არ გაპატიებთ ბატონებო და ქალბატონებო, იმიტომ რომ თქვენ ჯიბეები გაისქელეთ. ჩვენ კი ისევ კარგავთ ჩვენ სამშობლოს, რომ არ ვიცი როდის და როგორ შევძლებთ რამეს გამოსწორებას. ამიტომაც არ გაპატიებთ და არ პატიებაში ვგულისხმობ არა იმას, რომ ადამიანურად ვერ გაპატიებთ, არამედ მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ვინც მოვალთ თქვენ შემდეგ, შევქმნით იმის გარანტიებს ერთხელ მაინც საქართველოში. ერთხელ მაინც, რომ თქვენ გაგსაჯოთ დამოუკიდებელმა სასამართლომ, დამოუკიდებელმა მიუკერძოებელმა პროკურატურამ და ჩვენი მმართველობა ყოველ ჯერზე იცვლებოდეს, რასაც მე ვთავაზობდი ივანიშვილს 13 წლის წინ და ღარიბაშვილს და სხვებსაც, რაც ვერ შეიგნეს და რომ ვერ შეიგნეთ, ახლა იყავით თქვენს მიერ შექმნილ ამ წუმპეში. ჩვენ თქვენთან ერთად ყოფნას, საქართველოს თქვენთან ერთად ყოფნას არ აპირებს.